ყველაფერი თევზაობის სიყვარულით დაიწყო. გურამ გეჯეძემ გადაწყვიტა მისი საყვარელი საქმიანობისთვის აუცილებელი ჭიაყელა თავად მოეშენებინა. დროთა განმავლობაში ჭიაყელის შესახებ მეტი ინფორმაცია მოიპოვა და საკუთარი მცირე ზომის ნაკვეთები მიკროფლორით მდიდარი სასუქით გაამდიდრა. 2010 წელს კი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში ბიოჰუმუსის წარმოებაც დაიწყო. მოვიძიეთ ჯიშები, ამ ჭიაყელის საკომპოსტო ჭიაყელის ჯიშები არის კალიფორნიული წითელი, არის რუსული სტარაწელი ეგეთი ჯიშები. და ჩამოვიყვანეთ, ზოგი ამერიკიდან გამოვიწერეთ, ზოგი კიევიდან, ზოგი ბაქოდან. მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ადგილობრივ ჰიბრიდზე გადავედით, იმიტომ რომ ბუნებრივი პირობები, ტემპერატურული რეჟიმები, უფრო ჩვენები გამძლეები გამოდგნენ, იმიტომ რომ +5 გრადუსზე ჩვენები კიდე მუშაობენ ქართული ჭია. ახლა ქართულ ჭიას რო გეუბნებით, ესეც ჩვენი გამოყვანილი ჯიშია, რომელიც დაფიქსირებული გვაქვს უკვე საქსტანდარტში. დავარქვით ახალი ქართული, რომელიც სელექციის მეთოდით, ესე იგი საქართველოს ყველა რეგიონიდან შემოვიყვანეს ჭიაყელები და ნელა-ნელა ახალი ჯიში დაფიქსირდა, გამოვიდა. იმიტომ რომ ცოტა ველური ჯიშები არ ჩერდებიან ეს ერთ ადგილზე. გარბიან ველური ჭიაყელები. ესე ნელა-ნელა კროხებივით გახდნენ ხა და ერთ ადგილზე არიან და კარგად მუშაობენ. თან ამუშავებენ ძალიან კარგად. აი ამერიკულიც, რუსული ჯიშები აი სადღაც 75-80%-იან ბიოჰუმუსს აწარმოებდნენ და ეს ქართული ცოტა ოდნავ ნელია, მაგრამ გამოდის სადღაც 98%-ს უამუშავებენ. ეს ძალიან დიდი შედეგი არის ჭიაყელებისთვის. პროდუქციის მომხმარებლები ძირითადად ბიომეწარმეები არიან. როგორც ფერმერი ადასტურებს, მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ ბიოფერმა მის მხოლოდ 5%-ს აკმაყოფილებს. ნელა-ნელა იზრდება, იმიტომ რომ მაინც საქართველოში ბიოპროდუქცია მოთხოვნილება გაიზარდა. მიმართულებები ბევრს აქვს აღებული უკვე ორგანული პროდუქტების წარმოებაზე და ეს ერთ-ერთი ძირითადი სასუქი არის პრინციპში ბიოჰუმუსი. ბიოფერმაში ორი სახის მყარ და თხევად ბიოჰუმუსს ამზადებენ. სულ ახალი ნაკელი რო შემოგვაქვს, კვირაში ერთხელ, კვირაში ორჯერ გვიწევს ამის აერაცია, კომპოსტერების მიზნით. ხდება თვითჩახურება ამ ნაკელის, ხდება ფერმენტაცია და იქ იხოცება გელმინტები, ნაწლავის ჩხირები, თუ რამე ცუდი რამე არსებობს ამ ნაკელში და ძალიან ბევრი ცუდია, იმიტომ რომ ნაკელის შეტანა საერთოდ არ შეიძლება. ვისაც თქვა ბიოზე აქვს აქცენტი და იმან რომ შეიტანოს ნაკელი, მოუხსნია მთელ ბიოს. ამ კომპოსტერების და ფერმენტაციის დროს ხდება ის, რომ სარეველა ბალახის თესლებიც იხოცება და ეს უარყოფითი მიკროფლორა და ეს ყველაფერი უარყოფითი რაც კი რამე არის, ყველაფერი ნადგურდება და მარტო რჩება აერობული ბაქტერიები, რომლებიც არის ჩვენთვის ძალიან აუცილებელი ჟანგბადის მოყვარული ბაქტერიები. ზაფხულში სადაც თვენახევარი უნდებით ამ კომპოსტერების პროცესს, ზამთარში ცოტა მეტი, იმიტომ სიცივე როა უშლის სწრაფად ჩახურებას. შემდეგ მოდის უკვე აქ და აქ უკვე შეგვაქვს ფაქტიურად ის უკვე გამზდებული სასუქია კომპოსტი. საკმაოდ ხარისხიანი უკვე. მაგრამ მე ამას ვაძლევთ მე ჩვენ ჭიაყელებს. ისინი ამუშავებენ ამას ახლიდან და იმათი ესე იგი გადამუშავებული კაპროლიტები ქვია იმას რა, რაც ჭიაყელების ნაკელი რო დავარქვათ. და ის არის უკვე ბიოჰუმუსი. ამას აი სადაც რო ნახეთ თქვენ იქ ეს მოძრავი კვალია, ეგ მოძრავი კვალი რო ავიღოთ, აი ერთი მთლიანი ციკლი 0-დან ბიოჰუმუსის მიღებამდე სადღაც 7 თვე არის ეგეთი საჭირო. მაგრამ ჩვენთან უწყვეტი ციკლია და თან წინა მხარეს ეყრება, უკანა მხარეს იჭრება და ამიტომ ეს ციკლი არ ჩერდება. იმის მერე ესე იგი გამოგვაქვს ჩვენ აქ წარმოებაში, იცრება, მაინც იქ შემოყვება პატარა კენჭი რაღაცა და იმას გვაქვს ვცრით და მე შემდეგ ვაფასოებთ და ეს არის მთელი პროცესი. უკვე მზა ბიოჰუმუსი რო გამოგვდის იქიდან, ის მზა ბიოჰუმუსი მოგზაინთაკეთ, აი მზა ბიოჰუმუსი იყრება, ეს არის როგორ თერმორეაქტორივით რა. აი ამაში იყრია უკვე გადაუწურე, მაგრამ აი ჩანს, რომ აი შიგნით ბიოჰუმუსია. ეს არის ორტონიანი აუზი. შემდეგ ამ აუზში ცხელდება ეს სითხე, წყალი ესხმება რა თქმა უნდა ამ ბიოჰუმუსს. ტემპერატურული რეჟიმები მაქვს ჩემი პატარა საიდუმლოები მაქვს ამაში, რომ როგორ შეიძლება რომ ეს ბაქტერიები ისე გამრავლდეს, რომ
ბოთლში დახუფულ ბოთლში ეს არასასმელო სუნი არ კონდეს, ისე ვაყენებ თქვა ტემპერატურას და აქ სულ მუდმივად აი კომპრესორით მიეწოდება ჟანგბადი. და ესე ტრიალებს ცოტა ბევრი ხანი უნდები ამას, მაგრამ სამაგეროდ ნატურალურ და ძალიან ძვირფას პროდუქტს ვიღებ. 3 კვირა მაინც უნდა რომ აი ესე ტრიალში გამოვიდეს და სითხე უკვე აიღოს მთელი ის სიმდიდრე რაც ბიოჰუმუსში არის. მიღებულ მასაში სიმბიოზური ბაქტერიების გამრავლების, თვითგაფილტვისა და დალექვის შემდეგ ინტენსიური ფერის სითხე მზადაა. ამას აქვს თვისებები, რომელიც აი დაუძლურებულ აი გამოფიტულ ნიადაგის აღდგენას იწყებს, როგორც პირველი ბიძგისავით არის ეს. იმიტომ რომ ახლა აქ ამდენი წლის განმავლობაში ქიმია გადაშენებულია უკვე ჩვენი ნიადაგის ბაქტერია, მიკროფლორა, არაფერ ცოცხალი იქ აღარ არსებობს და ამიტომ ბიოჰუმუსის ფენაც აღარ იქმნება. ამიტომ უდაბნო ხდება ყველაფერი, რაც კი სადმე ინტენსიური მეურნეობები არსებობდა კომუნისტების დროს. ეხლა ნელა-ნელა ხვდებიან ხალხი, სწავლობენ, კითხულობენ და გადავიდნენ ორგანული სასუქის შეტანაზე. ორგანული სასუქი არა მარტო ესე იგი მცენარის მკვებავი, არამედ ნიადაგის აღდგენით არის. არასაკმარისი მიწოდების გამო ვერ ხერხდება გამრავლების მიზნით ცოცხალი ჭიაყელების დაინტერესებულ უცხოელებზე გაყიდვაც. თქვათ იყიდება ძალიან დიდი მოთხოვნილება, მით უმეტეს აი ვინც ეხლა მოსაშენებლად უნდათ ძალიან მოდაშია მოგეთ ევროპაში, ამერიკაში ყველა ოჯახს თუ საკუთარი სახლი აქვს, ყველას ყავს ეს ჭიაყელა და აწარმოებენ თავის ბიოჰუმუსს. მირეკავენ ყველას უნდა, მაგრამ რა თქმა უნდა ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვყიდით. აღმოჩნდა, რომ ამ უწყინარი და მეტად საჭირო უხერხემლოების მოსაშენებლად მხოლოდ სურვილი არ კმარა. სურვილი არაერთია, საქმის ბოლომდე გაწყოლა კი მეტად რთული. ადრე კომუნისტების დროს თურმე მუშაობდა რამდენიმე პიროვნება ამ თემაზე, მაგრამ რაღაცნაირად ყველამ თავი დაანება. მაგრამ მე ცოტა ისე ჯიუტი გამოვდა იქ და ბოლომდე მინდა რომ მივიყვანო თუ შევძელი და ვეხმარები კიდევ ბევრს გავახსნევინე, ნუ ჩუქნი ხომი ამ ჭიაყელის რაღაცაიან რაოდენობას, ვეხმარები თქვა ახალი წარმოების აწყობაში. თქვა 10 კაციდან 2 კაცმა თუ გააგრძელა. როცა აი მცირე წარმოებას აკეთებენ, მაშინ არანაირი სირთულე არ აქვს, იმიტომ რომ ეზოში პატარა კუთხეს მოაწყობენ და ტენიანობის შენარჩუნების მეტი არაფერი არ უნდა იმას და ჭიაყელა თვითონ მრავლდება. მაგრამ როგორც კი წარმოება და ცოტა უფრო მასშტაბზე გადავლენ, მე ჩნდება ძალიან დიდი პრობლემები. პრობლემები აი მრავალნაირია. ჯერ თვითონ ჭიაყელას ბევრი მტერი ყავს, აი ესეთი რომ თქვა თაგვი, მახრა, ну ქათამი და ეს რო ეზოში ახლა რა თქმა უნდა ამოკენკავენ. პლუს ამას პრობლემა არის თვითონ ნაკელის ხარისხში. ნაკელი თქვათ აი დიდი ფერმებიდან ამდენიც მოვიტანე, ძალიან უარყოფით შედეგები გამოიღო. აი პრემიქსები, ანტიბიოტიკებით გაჯერებული ნაკელი თუ აწვევენ საქონელს, ჩემი ჭიაყელები ეგრევე გრძნობენ და ძალიან უარყოფით შედეგები იხოცებიან კიდევ ძალიან ხშირად. ამიტომ მცირე მეწარმეებისგან ვიღებ, გრეხებისგან მე თვითონ დავდივარ, შევხედავ რომ ამ ნაკელში თივა იყოს ბევრი საფენი რომ აი ქვეშსაგებად თივას ვინც ხმარობს, ის არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ ცელულოზაა პრინციპში და ჭიაყელა ცელულოზა უყვარს ცელულოზას ამუშავებს. სამომავლოდ ფერმერი ბიოფერმის გაფართოებასა და ჭიაყელისგან პროტეინის წარმოებას გეგმავს. თვითონ ჭიაყელის თვითონ ბიომასა არის ძალიან ძვირფასი ცილის წყარო, ცილე პროტეინის წყაროა. და ნუ ჩემი აი ამის შემდგომი ნაბიჯი ცოტა რომ მოვძლიერდებით არის მაგ პროტეინების წარმოების დაწყება, იმიტომ რომ ეს არის დიდი მოთხოვნილება არის მეცხოველეობაში, მეთევზეობაში, მეფრინველეობაში, როგორც საკვები დანამატი, ძალიან ძვირფასი ცილების ის არის წყარო ეს და ეს შეიძლება რომ მე გაკეთდეს. სამომავლო მიზნისთვის ბიოფერმერს ლაბორატორიული დანადგარები უკვე შეძენილი აქვს. გაცილებით იაფად გავყიდით ვიდრე უცხოური ანალოგები, რომელიც ძალიან ძვირია. აი მაგალითად ის ცილები, რომელიც აუცილებელია შინაური ფრინველებისთვის, შინაური ცხოველებისთვის, მეთევზეებისთვის, გრამობით იყიდება და გრამი შეიძლება 70 ევროდან იწყება ისეთი თუ კონცენტრირებული ცილებია, როგორც დანამატები. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია პირველადი დამუშავების ცილა გაცილებით, რა ქვია, იაფიანი დიდი რაოდენობით და შეგვიძლია უკვე გავაკეთოთ უკვე გასუფთავებული ცილები, რომლებიც რო გითხარით, ძალიან ძალიან ძვირია და გვინდა რომ ძალიან დიდი სურვილი გვაქვს ეს
ავამუშავოთ. ეს არის აი როგორ თქვა, ეს არის როგორც ბლენდერი, ეს არის ჰომოგენიზატორი, რომელიც აი მოლეკულურ დონეზე ამუშავებს აი მოლეკულის გახლეჩვა ქვია, ну აფეთქებასავით ამაში ხდება ისეთი დამუშავება, რომ აი ჭიაღელისგან მივიღებთ როგორც მაიონეზის კონსისტენციას. მასა მე იქ მიღებული თავსდება ეს არის სუბლიმაციის აპარატი, ეს არის ლეოფილიზატორი, ეგრე ეძახიან. აქ მოთავსებული მასა იყინება -70 გრადუსამდე. ამ თაროებზე ლაგდება რა ეს მასა და -70 გრადუსზე იყინება. რო გაიყინება -70-ზე, რო არ გაიაროს გალღობის დროს სითხის ფაზა, ყინულიდან ტოვებს სითხის ფაზას და ეგრევე ორთქლის ფაზაში გადადის ვაკუუმის საშუალებით. ჭიაყელა თევზის, წიწილისა და გოჭისთვის ძვირფას საკვებ ინგრედიენტს უკვე წარმოადგენს, თუმცა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევით ცენტრში დაგვიდასტურეს, რომ მალე ბიოჰუმუსს არა მხოლოდ მიწის გასანაყოფიერებლად გამოიყენებენ, არამედ ცხოველთა და ფრინველთა საკვებ პროდუქტადაც დაარეგისტრირებენ.